1940 წლის 9 აპრილს გერმანული ჯარების ნორვეგიაში შეჭრისთანავე ოსლო და ნიუ-იორკის მიმართულებით ფრანგული საბრძოლო გემი რიშელი დაიძრა. გემის საცავებში განთავსებული იყო დაახლოებით 3,5 ტონა ოქროს ზოდები. ეკიპაჟს დავალებული ჰქონდა ნორვეგიის, ჰოლანდიის, ბელგიის და საფრანგეთის ოქროს მარაგების ევაკუაცია. გემი ნიუ-იორკის პორტში 3 კვირაში ჩავიდა და ოქრომ ფორტ ნოქსის სეიფებში დაიდო ბინა. ომი დამთავრდა, მაგრამ ვერცერთმა ქვეყანამ ოქრო უკან ვერ დაიბრუნა, რადგანაც ამერიკელებმა ოქრო მეორე მსოფლიო ომში გაწეული სამსახურისათვის გასამრჯელო დაიტოვეს. 1965 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ღიად გააკრიტიკა ამერიკა და გაიხსენა, რომ როდესაც დოლარს სარეზერვო ვალუტად ირჩევდნენ, ამერიკელებმა პირობა დადეს. ნებისმიერ ქვეყანას უნდა შეძლებოდა დოლარის ოქროში გადაცვლა ფიქსირებული კურსით $10 1 გრამი. ამავე წელს დე გოლმა ამერიკაში დოლარით გატენილი გემები გაგზავნა ოქროში გადასაცვლელად. ამერიკელებმა რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით ფრანგებს უარი ვერ უთხრეს და დოლარი ოქროში გადაუცვალეს. ამ პრეცედენტმა გააჩინა ინტერესი და იგივე მოთხოვნით ამერიკას მიმართა ჰოლანდიამ, დასავლეთ გერმანიამ, შვეიცარიამ და იაპონიამაც კი. ეს რეალობა ამერიკელებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომაც 1971 წელს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გასცა ბრძანება დოლარის ოქროთი უზრუნველყოფის შესაჩერებლად, რამაც ავტომატურად შეუძლებელი გახადა დოლარის ოქროში გადაცვლა.